ფარმაცევტული ბაზარი მორიგით ცვლილებებისთვის ემზადება. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან უკვე ძალაშია ქართული ოცნების მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომელიც ეროვნული რეჟიმით ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ან ხელახალი რეგისტრაციის დროს იმპორტიორს და ადგილობრივ მწარმოებელს ავალდებულებს. არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის მწარმოებელი ქარხნის GMP სერტიფიკატი, არამედ იმ სუბსტანციის მწარმოებელი ქარხნის GMP წარმოადგენს, რომელიც სუბსტანციაც წარმოებაში გამოიყენება. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან მანდატორულად შესასრულებელი იქნება. ფარმაცევტული კომპანიები განმარტავენ, რომ აქტიური ნივთიერებების მწარმოებლებს მსგავსი ევროპული სერტიფიკატი ძირითად შემთხვევებში არ გააჩნიათ, ამიტომ რეგულაციის ამოქმედების პირობებში არსებობს რისკი ქართულ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნას. რას ითხოვს რეგულატორი ფარმაცევტული კომპანიებისგან და რა რისკებზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები? ელენე გოგბერაშვილმა მოისმინა მათი შეფასებები. ელენე, რა არგუმენტები არსებობს დღეს ფარმა ბიზნესის მხარეს? ანუკა, ამ რეგულაციის მიხედვით მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ბაზარზე ვერ შემოვა და ეროვნული რეჟიმით ვერ დარეგისტრირდება ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც როგორც სუბსტანციაზე, ისე საბოლოო პროდუქტზე GMP სერტიფიკატი არ ექნება. საბოლოო პროდუქტზე GMP სტანდარტი, როგორც ვიცით, რამდენიმე წელია მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს, რომ წარმოებაში გამოყენებულ აქტიურ ნივთიერებაზეც იქნას წარმოდგენილი შესაბამისი სერტიფიკატი, რა მოდელითაც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ევროპის ბაზარი არ მუშაობს. ილონა კოკიაშვილის განმარტებით აღნიშნულ რეგულაციას შეუძლია მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს ბაზარზე, რადგან ფარმაცევტული პროდუქტები ქვეყანაში ძირითადად სწორედ ეროვნული რეჟიმით რეგისტრირდება. ასოციაციის გათვლებით აღნიშნული მოთხოვნები, რომ ახლა აქტიურ ფაზაში იყოს, მედიკამენტების მინიმუმ 35% ბაზარზე ვერ შემოვიდოდა. სულ სამ ქვეყანაში არის სოფლიოში, რომელიც არც ერთი არ არის ევროპული. მსგავსი, იმიტომ რომ იქ პრობლემები, აბსოლუტურად სხვა პრობლემებია, იქ რეგულატორის პრობლემებია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რეგულატორს ეგეთი პრობლემები არ აქვს, რომ ხარისხი ვერ გააკონტროლოს და ის საერთაშორისო პრაქტიკა არ დანერგოს, რაც არის ყველა ევროპულ ქვეყანაში. ერთი არის რეგულაცია და როდესაც შენ გინდა ძალიან მაღალი სტანდარტის დანერგვა, აპრიორში ეს არის მისაღები და ეს ძალიან კარგია ხარისხის კონტროლის კუთხით, მაგრამ მეორე არის ისეთი რეგულაცია უნდა დავაწესოთ, რომელიც იქნება აღსრულებადი ჩვენი ბაზრისთვის, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე და არ უნდა გამოიწვიოს იმპორტდამოკიდებული ბაზრისთვის რაღაც ძალიან დიდი რყევები. ძირითადი ჩვენი ბაზრის მომარაგება მოხდა 2 თვის განმავლობაში იმპორტი ეროვნული რეჟიმით შემოტანილი მედიკამენტების და დაახლოებით ეს რეგულაცია რომ უკვე რომ აქტიურ ფაზაში იყოს, ხო, უკვე აქტიურ ფაზაში, ანუ სრულად რო ფარავდეს, მინიმუმ 35% ხალი პარტიების შემოტანა მაგ რეგულაციით ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ისეთი ქვეყნებიდან ხდება იმპორტი, რომელიც უბრალოდ მსგავს დოკუმენტაციას ამ ეტაპზე ვერ წარმოადგენენ. როგორც ირკვევა ევროპის, ამერიკისა და მათ შორის საქართველოს ფარმაცევტულ წარმოებაში ძირითადად ჩინეთში და ინდოეთში წარმოებული საკმაოდ მაღალი ხარისხის სუბსტანციები გამოიყენება, თუმცა ამ ქვეყნის მწარმოებლებს ევროპული GMP არ გააჩნიათ, რასაც საქართველოს რეგულატორი ითხოვს ამ შემთხვევაში. ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან გოგიბერიძის განცხადებით, ქართველი მწარმოებლები უკვე ეძებენ ალტერნატიულ მომწოდებლებს, თუმცა როგორც ვალიდაცია, ისე პროდუქტში ახალი სუბსტანციის გამოყენების პროცესი და მისგან საბოლოო პროდუქტის მიღება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ირაკლი მარგულაშვილი კი ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული რეგულაცია უფრო მკაცრია ვიდრე ევროპული სტანდარტი, თუმცა მას იმედი აქვს, რომ აღნიშნული მოთხოვნები დაიხვეწება და იმისთვის, რომ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი არ წარმოიქმნას, კომპანიები შეძლებენ სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გზით ბაზარზე წამლების შეზღუდვების გარეშე დაარეგისტრირონ. ძირითადად ევროპაც და შეერთებული შტატების, რომ საქართველოს წარმოებების რა თქმა უნდა 80% მარაგდება ჩინეთიდან და ინდოეთიდან, სუბსტანციებს გულისხმობ, რომელთაც დიდ ნაწილს რა თქმა უნდა არ გააჩნია ევროპული GMP სუბსტანციის წარმოებებს. ეს რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, პრობლემებისთვის იმპორტიორებისთვის. გითხრათ, 1 ოქტომბერი არის ჩამკეტი. 1 ოქტომბრის შემდეგ უკვე ყველა ადგილობრივ ბაზარზე ვერ შემოვა მედიკამენტი, თუ მას არ აქვს საბოლოო პროდუქტზე და სუბსტანციაზე GMP-ის შესაბამისი სერტიფიკატი. ესეც პრობლემურია, რა თქმა უნდა. კომპანია შვეიცარიული იყოს, შეიძლება გერმანული იყოს, შეიძლება ფრანგული იყოს, მაგრამ მას შეიძლება აქტიური სუბსტანცია
იყოს ისეთი ქვეყნა და ისეთი თქვათ ისეთი წარმოებლიდან, რომელსაც შეიძლება ამ ტიპის სერტიფიკატი არ ქონდეს. ანუ ეს კი არ ნიშნავს, რომ ის რაიმე ცუდია, ის გადის ყველა ხარისხობრივ აბსოლუტურად შემოწმებას, მაგრამ კონკრეტული ტიპის სერტიფიკატი, მაშინ და სხვა ტიპის სერტიფიკატი ქონდეს. რამოდენიმე შემთხვევა ქონდა ჩვენ ბოლო პერიოდში ასოციაციის წევრი კომპანიები, სადაც მსგავსი პრობლემა შეიქმნა, საბედნიეროდ გამონახული იქნა, ანუ თვითონ რეგულაციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყოველგვარი მისი დალგორის გარეშე, რეგულატორმა გამონახა საშუალება და ამერიკის საშუალება კი არა, გამონახა გზა აი ამ რეგულაციაში, ჩვეულებრივად მოხდა ანუ აი ამ სერტიფიკატების მიღება. იმიტომ რომ აქ არის დამატებითი კიდევ პირობები, რომ თუ ვთქვათ არ არის ეს სერტიფიკატი, რა შეიძლება იყოს წარმოქმნილი ასე შემდეგ, რა სახით იყოს წარმოქმნილი. ამიტომ თუ ეს რეგულაცია დაიხვეწება, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი და ალბათ ამაზე ვიმუშავებთ კიდევ ერთობლივად. მოკლედ ასეთი მოცემულობა დღეს ამ სექტორში კომპანიებს აქვთ კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, თუმცა შეიძლება თუ არა შემსუბუქდეს ეს რეგულაცია, ამაზე საუბარი, როგორც ბიზნესი ამბობს, ჯერ არ არის, ის რომ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნას, იმის გათვალისწინებითაც, რომ თურქეთიდან წამლის იმპორტზეც პრობლემებია, არ არის გამორიცხული ჯანდაცვის სამინისტროს და მის ამჟამინდელ ხელმძღვანელს წინამორბედის მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მოუწიოს. ანუკა. მადლობა ელენე, ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც მედიკამენტების შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით შეფასებები გაგვეცდა.